გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ, მიხარია რომ თვალს მადევნებთ და ენდობით იმ ინფორმაციას, რომელსაც მე გაცნობთ ხოლმე, ასევე გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები და შეფასებები. მოკლედ ამ ვიდეოში ვაპირებ რომ ორ სხვადასხვა კატეგორიის ამბებზე ვილაპარაკო. ერთი არის ის, რაც ახლა ხდება რეალურად და რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის. მათ შორის აი ახლა მიმდინარე მოვლენებზე მაქვს საუბარი, როცა მე ამ ვიდეოს წერ, ახლაც იბომბება კიევი და არა მხოლოდ კიევი და უკვე არის საკმაოდ მძიმედ სანახავი კადრები, რომელსაც გაჩვენებთ გზადაგზა. ხო, ასევე უნდა ვისაუბრო ფრონტის ხაზზე რა ხდება, გავეცნოთ, გადავხედოთ დინამიკას, რა შეიცვალა, რაც არის რეალურად განსაზღვრელი ამ ომის მომავლის, რა მოხდება ფრონტზე და ვისაუბროთ ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, როგორ მუშაობს უკრაინა, როგორ ახორციელებენ ისინი შორი მოქმედების იარაღით დარტყმებს ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურა იქნება თუ ენერგორესურსები, თუ ნავთობი და ასე შემდეგ და რა ფასს უჯენენ ისინი რუსეთს აი ამ აგრესიას, რომელსაც ის უკვე მეოთხე წელია ახორციელებს, რამდენის გადახდა უწევს რუსეთს მოკლედ და რა შესაძლებლობები რჩება ამ ომის საწარმოებლად. იმიტომ რომ ხო, ეს არის რა მთავარი განსაზღვრელი, ეს ომი მიდის გამოფიტვაზე და არ გაჩერდება არც დღეს, არც ხვალ. არც ხუთშაბათს, არც მადლიერების დღეს, როგორც ეს ტრამპს უნდა და არც კიდევ მომავალ კვირაში თუნდაც. ხო, პრინციპში წავედი მეორე ამბისკენ. მეორე არის პოლიტიკური თემა, რაზეც უნდა ვილაპარაკო და რასაც ვერ ავწდებით. რამაც წალეკა ბოლო რამდენიმე დღეა საინფორმაციო სივრცე და ეხება ეგრეთ წოდებულ ტრამპის სამშვიდობო გეგმას. ან თუ გნებავთ დავარქვათ ამას რუსულ ამერიკული ბრჭყალებში სამშვიდობო გეგმა, ან უკრაინის კაპიტულაციის გეგმა, ან კიდევ პუტინის სურვილების ჩამონათვალი, რომელიც გენებოთ. ხო, ეს თემა არის ძალიან რეზონანსული, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტური ბოლი, არაფერი არ მოხდება, არანაირ შედეგს ეს დოკუმენტები თუ ეს მოლაპარაკებები არ მოიტანს და ომი არ შეწყდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ვინც არ უნდა გაწნეხოს ზელენსკი და როგორი აბსურდული პუნქტებიც არ უნდა ჩამოწერონ. ვიტკოფი იქნება ეს თუ ვინმე რუსი ჩინოვნიკი, რომელიც ამ წერილს ვიტკოფს გადასცემს და შემდეგ ის უპატაკებს ტრამპს და მოიწონებს, რომ ვაუ რა კარგია, იქნება მან გაჭრას. ესეთი რამე არ მოხდება, უკრაინა ცხადია და გამოჩნდა, რომ არანაირ კაპიტულაციაზე ხელს არ მოაწერს, ეს უბრალოდ მიუღებელი იქნება უკრაინელი ხალხისთვის მთელი ამ სხერფლის და ამ 4 წლიანი ტანჯვის შემდეგ, რაც გრძელდება ამ დრომდე, უბრალოდ ის რომ დაანებდნენ ახლა და ხელი მოაწერონ კაპიტულაციას წარმოუდგენელი ამბავი არის, ამას ვერ ექნება მხარდაჭერა და ვერც გამართლება, ვერც რაიმე რაციონალური არგუმენტი ვერ იარსებებს ამის გასამართლებლად. და რას მოითხოვდა ამ დოკუმენტში, ხო, რაც გავრცელდა, ესე იგი პუტინი თუ ტრამპი, არ ვიცი რომელი, ხო, ამას შემთხვევით არ მომბობ, გავრცელდა სხვადასხვა ცნობები და ბევრი ეჭვი გამოითქვა იმის შესახებ, თუ საერთოდ ვინ დაწერა და საიდან წამოვიდა, ვინ იყო პირველ წყარო აი ამ პუნქტების ჩამონათვალის, რომელზეც არის მთელი ეს დღეებია საუბარი და არის საკმაოდ ისეთი აზრთან ახლოს მოსაზრებები, რომ ეს არის რეალურად რუსული ვერსია, რომელიც ვიტკოფს ჩაუჯიბეს და შემდეგ ასე მოინათლა როგორც ამერიკული სამშვიდობო გეგმა. ხო, ამაზე მართლა აღარ ვაპირებ გაგრძელებას, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ შედეგს არ მოიტანს ეს, ზელენსკი ამას ხელს არ მოაწერს. დაუშვებელი არის დონბასის უბრძოლველად რუსებისთვის გადაცემა, დონბასის, რომელიც არის რეალურად ყველაზე მყარად გამაგრებული თავდაცვითი ზღუდე უკრაინისთვის, დაუშვებელი არის ასევე ლიმიტირება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და აბსურდია ის, რომ უკრაინამ თქვას უარი თავის სუვერენიტეტზე, მათ შორის თავის სუვერენულ გადაწყვეტილებებზე, სად გაწევრიანდეს და სად არა. ამაზე კიდევ დამატებით იმის თქმა შეიძლება, რომ აბსურდია თავად ის მომენტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს მთავარი გამწევი ძალა, ასე ვთქვათ, მთავარი წევრი მოუწოდებს უკრაინას, რომ
ფაქტობრივად ვეტოს უფლება მისცეს პუტინს და პუტინმა გადაწყვიტოს ვინ გაწევრიანდეს ნატოში და ვინ არა. ანუ თავიდან ბოლომდე კარგად რომ დაუფიქრდეთ, აი ამ თითოეულ პუნქტს არის სრული აბსურდი და არაკომპეტენტურობას ასხივებს მხოლოდ. და ყველაზე სასაცილო და ცინიკური ამ ამბავში ის იყო, რომ პირველ პუნქტად ჩამონათვალში ეწერა, რომ თურმე უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს გარანტირებული და რანაირად შეიძლება იყოს სუვერენიტეტი გარანტირებული, როდესაც შემდეგ ჩამონათვალში უკვე უზღუდავ ქვეყანას რა არჩევანი გააკეთოს, რომელ ბლოკში გაწევრიანდეს, რომელში არა, რამდენი იყოს მისი ჯარის პირადი შემადგენლობა, რა ტიპის იარაღი აწარმოოს, როგორ დაიცვას თავის თავი და ასე შემდეგ. ნუ ამ პუნქტების აბსურდულობასაც რომ გავეშვათ და თავი დავანებოთ, მთავარი მიზეზი რატომაც ეს პროცესი არის უშედეგო და განწირული არის ის, რომ პუტინს უბრალოდ არ სურს ახლა ომის გაჩერება, სულაც რომ აჩუქოს ხვალ ზელენსკიმ დონბასი და დაუთმოს უბრძოლველად, მას არ ჭირდება დონბასი მხოლოდ, მას ჭირდება უკრაინის მთლიანი ოკუპაცია და დამორჩილება და კიდევ შეიძლება უფრო მეტად შორს მიმავალი გეგმებიც კონდეს, რაზეც თანდათან უფრო მეც ფიქრობენ ევროპელები და ეს პროცესი ხელს უწყობს მათ უფრო ინტენსიურად გამოფხიზლებას, რომ მეტი კონტრიბუცია შეიტანონ უკრაინის დახმარებაში. ეს არის და ეს პუტინს არ სურს ომის დასრულება. მას არ აქვს უკან დასახევი გზა, თუ დღეს ომი გაჩერდება, მის რეჟიმს შეექმნება საფრთხე, იმიტომ რომ ვერ მონათლავს ამ ამბავს გამარჯვებათ ვერცერთ შემთხვევაში, პოკროვსკიც ვერ აიღო დღემდე ბოლომდე, 1 წლის და მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს აი ამ პატარა ქალაქისთვის ბრძოლა. და ამასაც, შევეხები, გაჩვენებთ რა მდგომარეობა არის რუკაზე. ხო, დამატებით ამ ამბავზე რაც შეიძლება ითქვას, არის ალბათ ის, რომ რაღაცა რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს, პროცესი მასშტაბურია და თავისი ეფექტები მაინც აქვს. ეს ეფექტი პირველ რიგში უნდა იყოს ისევ უკრაინის პარტნიორების გამოფხიზლება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათ უნდა გაითვალისწინონ ალბათ და გაითვალისწინებენ იმ რისკს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დისტანცირდეს ტრამპი პროცესიდან და ამით იმუქრება პრინციპში, ის ამბობს, რომ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას, შეწყვეტს დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას, პრინციპში იარაღის მიწოდება შეწყვეტილი აქვს, ის არაფერს არ ჩუქნის. ყოველ ჯერზე ის ამბობს, რომ ყიდის იარაღს ნატოს წევრ ქვეყნებზე და შემდეგ ეს ქვეყნები უკრაინაზე ანაწილებენ. რაღაცა საეჭვოა, რომ ტრამპმა იარაღის გაყიდვაზე უარი თქვას. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ნებისმიერ შემთხვევაში, ხო, ევროპული სახელმწიფოები უნდა გამოფხიზლდნენ, ამის დადებითი იმპულსები და ეს ეფექტი დავინახეთ, რომ იყო რაღაც ორგანიზებული რეაგირება, იყო ღია მხარდაჭერა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, იყო სწრაფად დაორგანიზებული შეხვედრები და ასე შემდეგ. ხო, თავარია ეს ახლა გადაითარგმნოს უფრო მეტ ეფექტურ დახმარებაში, პრაქტიკულ დახმარებაში, ფინანსური იქნება, სამხედრო თუ სხვა, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ახლა უკრაინას და მის მოქალაქეებს იმისთვის, რომ გაუძლონ აი ამ ცივ ზამთარს და გაუძლონ ამ აგრესიას, რომელიც არის უწყვეტი. ხო, ცივი ზამთარი, რადგან ვახსენე, ტრამპის ეგ განცხადება ძალიან ცინიკური იყო, როდესაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ ზელენსკის მოუწევს მიიღოს ეს შეთავაზება და მიიღოს ეს სამშვიდობო გეგმა და გაიმეორა, რომ იქ ზელენსკის მე ადრე უთხარიო და ეხლაც ვიმეორებ, რომ მას კარტები არ აქვსო და იქვე ახსენა ერთ-ერთ მედიასთან შეხვედრის დროს, რომ ცივი ზამთარი არისო. ეს ძალიან ცინიკური იყო და ძალიან არ იყო შესაფერისი, პირდაპირ რომ ვთქვათ, შტატების პრეზიდენტისთვის, ამ პოზიციისთვის შეუსაბამო იყო ამხელად ცინიზმი იმ ფონზე, რომ ამხელად ანჯვის ქვეშ არიან უკრაინის მოქალაქეები და ამაზე რაღაცა დაჭერა გამოუვიდა ჭრილობაზე, რომ ხო, აი თქვენ გცივად, თქვენ იარაღი არ გაქვთ, თქვენ რუსეთი გიტევთ და ეხლა უნდა დაანებდეთ და უნდა გამოაცხადოთ კაპიტულაცია. ეს ყველაფერი ძალიან ამაზრზენად ჟღერდა და გამოიყურებოდა ტრამპის მხრიდან. შესაძლოა ვინმე თქვას, რომ ეს არის რაღაცა ორმაგი თამაში, რომ წნეხავს
ერთის მხრივ ზელენსკის, მეორეს მხრივ პუტინსაც სანქციებით და ასე შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა ორმხრივი თამაში იყოს თუ პოლიტიკური გათვლა, მსგავსი განცხადება რომ ცივი ზამთარია და შენ მოქალაქეებს უჭირთ, აი ამაზე დაჭერა არის ძალიან ამორალური. კიდევ ერთი ეფექტი რაც შეიძლება რომ ამ სიტუაციამ გამოიწვიოს, ეხება უშუალოდ უკრაინის შიდა სიტუაციას. მე თუ მკითხავთ ზელენსკის აი ამ კრიზისმა, რომელიც მოულოდნელად პრინციპში დაატყდა მას თავს, უნდა მიანიშნოს, რომ საჭირო არის რეფორმები, იმიტომ რომ მას ჭირდება საზოგადოების თანადგომა და იმ ვიდეო მიმართვაშიც, რომელიც გაავრცელა 2 დღის წინ, ის მიმართავდა ხალხს და ამბობდა, რომ ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, უნდა მათ აჩვენონ ერთიანობა. გვერდზე უნდა გადაიდოს რაღაც პოლიტიკური თამაშები, გვერდზე უნდა გადაიდოს სხვა საკითხები და უნდა გაკეთდეს არჩევანი ღირსებასა და რისკებს შორის. შეიძლება იყოს პრობლემები, მაგრამ ხალხმა არ უნდა დაკარგოს ღირსება და ერთიანობა. ეს ერთიანობა მას ჭირდება, მხარდაჭერაც ჭირდება, მაგრამ ძალიან ძნელი არის მუხტის შენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც არსებობს იმედგაცრუება და ეს იმედგაცრუება უკავშირდება თუნდაც იმ კორუფციის სკანდალს, რომელიც აფეთქდა ბოლო პერიოდში უკრაინაში და რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. ზელენსკიმ უნდა დაამტკიცოს, რომ მის გარშემო, მის წრეში და მისი ხელმძღვანელობის პირობებში ვერ იარსებებს ეს ელიტური კორუფცია ომის ფონზე, რაც განსაკუთრებით ამორალური არის, როდესაც ხალხი იხოცება და ვიღაცები მილიონებს შეულობენ, ეს არის დაუშვებელი და ეს ანგრევს სწორედ საზოგადოების განწყობას, ეს ანგრევს ერთიანობას და აი ამ ერთიანობის მისაღწევად მას ჭირდება რეაგირება და იმედია რომ ეს გაკვეთილი იქნება ამ ხრივაც, ამას გულისხმობს სწორედ რაღაც პოზიტიურ ეფექტში. იმიტომ რომ ეს კორუფციული სკანდალი ძალიან კარგად გამოიყენეს ზეწოლისთვის, არა მხოლოდ შიდა პრობლემები შექმნა გარედანაც გაიწნეხა ამის გამო ზელენსკი და მისი გუნდი, ეს კარგად გამოიყენეს რუსებმაც და ძალიან მაგრად ისარგებლა ამ ფაქტორით ასევე შეერთებულმა შტატებმაც იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტზე დამატებითი წნეხი განეხორციელებინა. გარდა კორუფციის ამბებისა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ალბათ უკრაინული საზოგადოებისთვის, რასაც ისინი ითხოვენ, რომ აი ამ კრიზისის ფონზე იფიქროს უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო მიმართულებით რეფორმებზეც და გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, რაც უფრო ეფექტიანს გახდის სამხედრო პროცესების თავდაცვის პროცესების მართვას. გადავიდეთ ახლა მთავარ საქმეზე და კადრს, რომელსაც ახლა ხედავთ, სულ 2 საათის წინ არის გადაღებული, ეს ხდება კიევში და ეს არის შედეგი, რომელზეც თავში ვსაუბრობდი და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ხალხისთვის. რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, განაგრძობს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას და არა მხოლოდ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, მიმდინარე ღამეს ხორციელდება მორიგი კომბინირებული შეტევა უკრაინის მიმართულებით, რაკეტების და დრონების გამოყენებით და ეს არის ამბავი, რომელიც სწორედ შაჰიდის გამოყენებას ეხება. ამ შემთხვევაში დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი, როგორც ხედავთ. ამ ვიდეოში ასევე არის ხმა და ხალხი ითხოვს შველას უმძიმეს მდგომარეობაში. ხალხი, რომლის საცხოვრებელ სახლსაც მოხვდა შაჰიდის დრონი. და ეს არ იქნება ალბათ ერთეული შემთხვევა, თუ გავითვალისწინებთ ამ იერიშის მასშტაბს, ეს კადრი მაგალითად აჩვენებს ერთ-ერთი საზღვაო რუსული ხომალდიდან რაკეტების გაშვებას. აქ იყო დატანილი ინფორმაცია, რომ ერთდროულად 8 რაკეტის გაშვება მოხდა მხოლოდ ამ შემთხვევაში. აი აქ არის ალფა-სიხშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც დაიდო ღამის 4:21 წუთზე და რაზე აქ საუბარი, რომ ამ წუთებში უკრაინაზე მასობრივი საჰაერო სარაკეტო თავდასხმაა ძირითადად სამიზნეს წარმოადგენს კიევი, რუსების შავი ზღვის ფლოტის წყალზე და წყალქვეშა ხომალდებმა კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უკვე გაუშვეს. აქ დიდი ალბათობით იმ გაშვებაზეა საუბარი, რის კადრიც ახლა მე თქვენ გაჩვენეთ. ასევე
მიფრინავს ხ-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ხ-47, კინჯალი M-ის აერობალისტიკური რაკეტებიც, ისკანდერ M-ის ბალისტიკური რაკეტები და პლუს ასეულობით შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონი უკვე გააქტიურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას. კი ბატონო, და საჰაერო თავდაცვის მოქმედების გარკვეული კადრებიც გავრცელდა. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც, არის უკრაინის მხრიდანაც კომბინირებული შეტევები დრონების და რაკეტების გამოყენებით და უკვე არის გარკვეული ინფორმაცია მიმართულებების შესახებაც. ეს მაგალითად არის კრასნოდარის ოლქი და იქ გადაღებული ვიდეო მასალა, რომელიც რაღაც ვარსკვლავური ომების კადრებს გავს რეალურად. ხედავთ, რომ აქ მუშაობს სხვადასხვა კატეგორიის თავდაცვის სისტემები, მსხვილი კალიბრის ტყვიამფრქვევები, ასევე საზენიტო სისტემები, რომლებიც ცდილობენ საჰაერო სამიზნეების განადგურებას, ამის შედეგებიც გამოჩნდება უკვე უახლოეს საათებში, თუ რა დაიბომბა და სად დაიბომბა. უკრაინელებმა ეფექტური დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელეს გუშინაც. ეს მათ შორის ხდებოდა მოსკოვის ოლქში, შატურას ნათბო ელექტროსადგური დაიბომბა, რომლის კადრებსაც ახლა გაჩვენებთ. აი ესეთი სურათი იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თბო ელექტროსადგური, რამდენადაც ვრცელდება ინფორმაცია და ასობით ათასი აბონენტის მომარაგებას უზრუნველყოფთ. აი ასე იწოდა გუშინ 23 ნოემბერს შატურას თბო ელექტროსადგური და ამავე მასალაში აუდიო ფაილში ისმის ხმაც, ეს გაბმული სროლები, სადაც მუშაობენ თავდაცვის სისტემები იმისთვის, რომ სხვა დრონების დარტყმები როგორმე გაანეიტრალონ. ნეპტუნით განხორციელებული იერიშზე არის საუბარი ტაგანროგის შემთხვევაში, რომელიც ასევე გუშინ მოხდა და აქ დაიბომბა საავიაციო ქარხანა. ამას ხედავთ სწორედ ახლა კადრში, თუ როგორ იწოდა ეს ქარხანა. და კიდევ მაქვს ერთი ეფექტური კადრი, ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ნავთობ ტერმინალს დაარტყეს უკრაინელებმა შორს მოქმედი დრონების ან რაკეტის გამოყენებით. აქაც არის ხმა, რომ მუშაობს საჰაერო თავდაცვა, თუმცა როგორც ხედავთ უშედეგოდ. აი აქაც დაიწყო ნავთობ რეზერვუარები ამ შემთხვევაში. აი ამ ტიპის იერიშები უკრაინის მხრიდან ახდენს ყველაზე სწრაფ და ყველაზე შედეგიან ეფექტს იმაზე, რომ შემცირდეს რუსეთის ომის შესაძლებლობები, პუტინის ფინანსები იმისთვის, რომ აწარმოოს და განაგრძოს აგრესია და ეს შედეგები გამოიხატება ციფრებში, ეს აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. აქ არის მაგალითად როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სულ რამდენიმე საათის წინ დადებული, სადაც საუბარია, რომ რუსეთის ნავთობის და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლების შესაძლოა შემცირდეს ნოემბრის თვეში 35%-ით. თანხობრივად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან არის გაკეთებული შედარება, ანუ 2024 წლის ნოემბრის თვეში რამხელა იყო შემოსავალი და ამ წელს 2025 წელს რამხელა აქვს შემოსავალი და 35%-იანი სხვაობა გულისხმობს იმას, რომ შემცირება იქნება 520 მილიარდი რუბლის მოცულობის, რაც არის 6.59 მილიარდი დოლარის ექვივალენტი, რაც არის კატასტროფულად ძალიან დიდი დანაკარგი ცხადია რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც სწორედ ნავთობის და გაზის ექსპორტზე დგას პრინციპში 77% შეადგენს მთლიანად ენერგეტიკის წილი რუსეთის ეკონომიკაში და ეს ყველაფერი გამოიწვევს ცხადია სწრაფ შედეგებს, სწრაფ ეფექტს. ის აისახება ფასებზე, ის აისახება ინფლაციაზე და ცხადია ეს ყველაფერი აისახება სამხედრო წარმოებაზე. არა შეიძლება დღეს, არა შეიძლება ხვალ, მაგრამ მინიმუმ საშუალო ვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოხდება ეს ყველაფერი. და თან ეს არ ხდება მხოლოდ ნოემბრის თვეში.
ბოლო 1 წელია ინტენსიურად მიზანმიმართულად უკრაინა განაგრძობს რუსეთის ენერგო ობიექტების, მათი ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნების, ასევე პორტების და ტერმინალების დაბომბვას. ბოლოს როგორც თქვით, დავხედოთ რუკას და ვნახოთ რა ხდება ფრონტის ხაზზე, სად რა შეიცვალა. ეს არის 24 ნოემბრის განახლებული მონაცემი, ანუ სულ ახალი ინფორმაცია არის და ვნახოთ რა ხდება პირველ რიგში პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულებაზე. აქ მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 კვირა ამბობენ თითქოს რუსები და რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ თითქოს პოკროვსკი დაეცა მირნოგრადი ალყაშია და აქ ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო ან განადგურების ან ტყვედ ჩავარდნის რისკის ქვეშ არის, როგორც ხედავთ ეს რეალურად ასე არ არის. აქ ჯერ კიდევ რჩება გასასვლელი. არის ცხადია წინსვლა რუსების მხრიდან, აი წინა რიცხვებს რომ გადავხედოთ, აი მაგალითად 20 რიცხვის შემდეგ, ხო? აქ წაიწიეს როგორც პოკროვსკში, ასევე მირნოგრადის ჩრდილოეთით ამ კრასნილიმანის მიმართულებაზე რუსებმა წინ, თუ დააკვირდებით და ასევე გაიზარდა ნაცრისფერი ზონაც, რაც ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად აქედან უკრაინელები უკან იხევენ ნელ-ნელა და ეს არის კარგი იმ მხრივ, რომ მათი რეალურად მართლაც ალყაში მოქცევის რისკები აქ არსებობდა, განსაკუთრებით უკიდურეს აი ამ წერტილებში, აი ამ დასახლებებში, მირნოგრადის და პოკროვსკის ჩრდილოეთით. როგორც ჩანს, ისინი ეტაპობრივად გამოყავთ პოზიციებიდან და ეს არის მისასალმებელი, თუმცა ცხადია, ეს არ არის უბრალოდ გასეირნება, ამას არ გულისხმობ, რომ ახლა უპრობლემოდ გამოდიან ისინი, იქნება ცხადია დანაკარგებიც ასეთ სიტუაციაში, როდესაც აქ დისტანცია სულ რაღაც 3-4 კილომეტრი არის რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლები ნაცრისფერ ზონებს შორის, სადაც არის ძალიან დიდი კონცენტრაცია რუსების. არის ჰაერში უამრავი დრონი და აქ შეუძლებელი არის რაღაც ტრანსპორტით გადაადგილება განსაკუთრებით მინდვრებში, ცხადია ძალიან დიდი რისკის და ძალიან ბევრი საფრთხის ფონზე უწევთ უკრაინელებს პოზიციების დათმობა თუნდაც და უკან დახევა, თუმცა უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მეტნაკლებად უსაფრთხოდ მოხდება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სწორედ ამას ემსახურება არსებული სურათი ამას აჩვენებს და ლოგიკაც მოქმედებების უკრაინელების ტაქტიკური კონტრშეტევები აი ამ ზონებში, პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში იყო ინფორმაცია ამის შესახებ, რომ უკრაინელებმა დაარტყეს აქ როგორც დრონებით, ასევე ცოცხალი ძალაც შევიდა დამატებით იმისთვის, რომ პოზიციების გამაგრება მოხდეს, რათა არ მოახერხონ რუსებმა რეალურად აი აქ ალყის შეკვრა. ჯერ მოკლედ, ჯერ ისევ ეს ზონა დგას, აქ უკრაინის თავდაცვის ძალები ახერხებენ გარკვეული ოპერაციების ჩატარებას. ნახოთ რა მოხდება, ცხადია რაღაცა ძალიან ოპტიმისტურ სურათშიც კი ძნელად წარმოსადგენი არის ის, რომ პოკროვსკი და მირნოგრადი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე უკრაინამ შეინარჩუნოს. დიდი ალბათობით ეს არის წინა ვიდეოებშიც ვამბობდი, რაღაც მცირე დროის საკითხი, რომ საბოლოოდ აქ მთლიანად ეს ზონა გაწითლდება, ეს ასე მოხდება დიდი ალბათობით, თუმცა მთავარი ამოცანა, როგორც უკვე ვთქვი, არის ის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს აქედან ეტაპობრივად უკრაინული დანაყოფების უკან დახევა, გამოყვანა და შემდგომ უკვე იმაზე ზრუნვა თუ როგორ გამაგრდეს აქ თავდაცვითი ზღუდე სამომავლოდ სხვა მიმართულებებით წინსვლის პრევენციისთვის, რუსების სხვა მიმართულებით წინსვლის პრევენციისთვის. საგულისხმოა, რომ დონეცკის ოლქში მხოლოდ პოკროვსკი-მირნოგრადის გარშემო არ აქტიურობენ რუსები, ისინი ასევე ცდილობენ წინსვლას კონსტანტინივკას მიმართულებით, რომ გადავიდით წინა დღეებში, აქაც არის გარკვეული ცვლილებები, ხო? აი პრინციპში 22 რიცხვის შემდეგ, აი 23-24, აი ამ პერიოდში ნაცრისფერი დაფარვის ზონა კონსტანტინივკასთან გაიზარდა, ფაქტობრივად ამ ნაცრისფერმა ზონამ, სადაც ფიქსირდება უკვე რუსების შეშონა, ასე ვთქვათ, მოიცვა
ქალაქის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი, რაც უკვე ნიშნავს, რომ ისინი თანდათან უფრო უახლოვდებიან ამ დასახლებას და დიდი ალბათობით მალე უკვე აქაც ვნახავთ ქალაქის ბრძოლებს თუ ჯერჯერობით ამ დრომდე მხოლოდ შემოგარენში მიმდინარეობდა ეს პროცესი. სიტუაცია თანდათან რთულდება ზაპოროჟიეს მიმართულებითაც, აქ ახალი ცხელი ზონა ყალიბდება ეტაპობრივად ჰულიაიპოლეს გარშემო, აი ამ ქალაქის გარშემო, რომ ნახოთ ცვლილებები, აქ ძალიან სწრაფად ბოლო 2 კვირის განმავლობაში ძალიან სწრაფად წაიწიეს რუსებმა წინ. აი რომ გადავიდეთ მაგალითად ნოემბრის პირველი კვირა გვაქვს ამ შემთხვევაში, ხო? აი ნოემბრის დასაწყისიდან ნახოთ. 1 ნოემბრიდან, 1 ნოემბერს იყო აქ ასეთი ვითარება და რა ხდება დღეისათვის. შეხედეთ რამ ხელაზე წაიწიეს მათ აქ წინ. ძალიან დიდი ტერიტორიების მინდვრების პატარა დასახლებების ათვისება მოახერხეს რუსებმა და მიუახლოვდნენ აი ამ ქალაქს, რომელიც არის გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ეს პატარ-პატარა დასახლებები, რომლებიც უკან მოიტოვეს რუსებმა. აქედან გადის მნიშვნელოვანი გზები სხვა საკვანძო შედარებით მსხვილი დასახლებებისკენ და თანდათან ეს რისკები ჯერ კიდევ შორს არის, ძალიან შორს არის ზაპოროჟიესგან, მაგრამ თანდათან უფრო უახლოვდება და ეს პროცესიც არის სახიფათო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აი აქ ჰულიაიპოლესთან არის თავდაცვითი ზღუდე, რომელიც დაახლოებით აი ამ ზონაში რუსებმა უკვე გაარღვიეს ქალაქის ჩრდილოეთით და ეს არის ძალიან საგანგაშო უკვე ამ ხრივ. სხვათა შორის წინა ვიდეოში უფრო დაწვრილებით ავხსენი რა ხდება ჰულიაიპოლეს გარშემო, სად არის აქ თავდაცვითი ზღუდეები გამაგრებული ზაპოროჟიეს მიმართულებით და რატომ არის ეს მანევრები აქ სახიფათო. შეგიძლიათ თვალი გადავლოთ წინა ვიდეოსაც და აქ დაწვრილებით გაეცნობით ინფორმაციას. ყოველ შემთხვევაში ძალიან ინტენსიურად უნდა მივადევნოთ თვალი რა მოხდება ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს მიმართულებით და დონეცკის ოლქში. სხვა მხრივ პრინციპში დიდი ცვლილებები არ გვაქვს, კუპიანსკს კი ჩემებდნენ რუსები. ბოლო პერიოდში ეს არის ხარკოვის ოლქი, მაგრამ კუპიანსკში სურათი არის აბსოლუტურად უცვლელი პირიქით. აქ უკრაინული წყაროების ინფორმაციით ისინი ძალიან ავიწროვებენ რუსების მომარაგების ხაზებს და პირიქით ისინი უმჯობესებენ პოზიციებს უშუალოდ კუპიანსკის ცენტრალურ ნაწილშიც. ვნახოთ აქაც როგორ განვითარდება პროცესი. როგორც თავშიც ვთქვი, მთავარი არის ის, რაც ხდება ფრონტის ხაზზე, ეს განსაზღვრავს სწორედ ამ ომის ბედს და მომავალ მშვიდობას უკრაინაში. მთავარი არის ის, რომ უკრაინელებმა მოახერხონ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება, გაუძლონ ამ ინტენსიურ წნეხს და მეორეს მხრივ თავდაცვითი პოზიციების გარდა, სამხედრო ამოცანების შესრულების გარდა, მთავარი არის, რომ გაუძლოს უკრაინის საზოგადოებამ, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ. რუსები მუდმივად სპეციალურად აი ამ ცივ ზამთარში უკვე ბომბავენ ისევ და ისევ სამოქალაქო ობიექტებს, ბომბავენ ენერგოობიექტებს იმისთვის, რომ გატეხონ უკრაინული საზოგადოება. ფაქტია, რომ პუტინი ამ ომის გაჩერებას არ აპირებს და აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი, რომ ხვალ ის 28, 19 თუ 15 პუნქტიან ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელს მოაწერს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზია და რაღაცა ფანტასტიკის სფერო. ნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება პროცესი, თვალი ადევნეთ ჩემს არხს, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, აუცილებლად გამოვეხმაურები ყველა მნიშვნელოვან სიახლეს და ამბავს და განვიხილავ. შემდეგშიც მოაშლევინებთ იმ ხალხს ნერვებს, ვინც მოწადინებულია და ერთი სული აქვს ნახოს უკრაინის კაპიტულაცია, ვინც ღიად თუ შეფარვით გულშემატკივრობს რუსეთს და ბოლო დღეების განმავლობაში ეს ძალიან თვალსაჩინო იყო, უამრავი რამ წავიკითხე და მოვისმინე. სწორედ აი ამ პათოსით, სადაც მეანიშნებდნენ, რომ აი მორჩა უკრაინა ჩიხშია და აქედან ვერ გამოვა, ამაზე აღტაცებით საუბრობდნენ და მეანიშნებდნენ რუსეთის უძლეველობაზე. განსაკუთრებით ჩემთვის თვალშისაცემი იყო მედიის რეაგირება, პროპაგანდისტული მედიის გავრცელებული ქარდები სოციალურ ქსელში თუ ნიუსები ტელეეთერებში, სადაც სწორედ აი ეს ხაზი იყო წამყვანი, რომ მორჩა უკრაინა ჩიხშია, უკრაინას მძიმე ულტიმატუმი წაუყენეს
ზელენსკი აქედან ვერ გამოძრება და მათ მოუწევთ აი ამ ომის შემდეგ საბოლოოდ შედეგად ის მიიღონ, რომ გამოაცხადონ კაპიტულაცია. როგორც ხედავთ, ეს არ ხდება, თუმცა ესაც არის ომის ნაწილი, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ამას უნდა შევეგუოთ, ეს არის რეალობა და შესაბამისად უნდა უპასუხოთ იმით, რომ ვიყოთ ინფორმირებულები, გადავამოწმოთ ინფორმაციები და სხვადასხვა კუთხიდან შევაფასოთ სიტუაცია, ვიდრე რაიმე დასკვნებს გამოვიტანთ. დიდი მადლობა მოკლედ, სულ ეს არის რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა, თუ აქამდე მიყურეთ, ესე იგი თქვენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო, თუ ასეა დაალაიქეთ და თუ არ ხართ არხის გამომწერები, აუცილებლად გამოიწერეთ და დამეხმარეთ აუდიტორიის ზრდაში. ეს არის ჩემი ამოცანა, რომ განვავითარო ეს არხი და მეორეს მხრივ ჩემი ამოცანა არის, რომ ეს არხი გავხადო თვითმყოფადი და რაღაცნაირად შევძლო ამ პროექტის გაგრძელება, ამისთვის მნიშვნელოვანი არის დონაცია, იმისთვის რომ შევძლო საქმის გაგრძელება და ვინც უკვე ჩართული ხართ, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, ვინც არ ხართ ჩართული და შეგიძლიათ, მოცემული არის ანგარიშის ნომერი და მოცემული არის ასევე PayPal-ის ლინკი არხის და ამ ვიდეოს აღწერაში. გამოხატეთ ასევე თქვენი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, კომენტარების ველში. და ახლამდე მოკლედ დაგემშვიდობებით.